ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტია დაკავებული. სუსში განაცხადეს, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხლის მეორე ნაწილითაა გათვალისწინებული და ის ბრალდებული სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააპატიმრეს. დანაშაულის სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუსის განმარტებითვე ხაბეიშვილთან ერთად პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავაც დააკავეს. მათი განმარტებით მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანზე იძალა. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხაბეიშვილისა და ზოდელავას დაკავება პოლიტიკური ნაბიჯია და მმართველი გუნდი ოპონენტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს. ვინაიდან ხაბეიშვილის მიერ ჩადენილ ქმედებაში, რომელსაც ჰქონდა განგრძობითი, სისტემატიური ხასიათი, იკვეთება იმ დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 329 მუხლის მეორე ნაწილით, იგი დაკავებული იქნა ჩვენ მიერ ბრალდებული სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად იქნა დაკავებული მურთაზ ზოდელავა. ის ბრალდება ეხლა რა წაუყენეს, ეს რაღაც ახალი მწვერვალია კიდე საჯარო განცხადების გამო პოლიტიკოსის დაკავება და მე მივმართე მდინარაძეს და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ ერთხელ ხო ნაცე მიმყავს პარლამენტში ეს ჩემორი მდინარაძე და მე ვაორმაგებ ეხლა და 200.000 კი არა 400.000 გადავცემთ ნებისმიერ ძალოვანს, რომელიც არ წავა ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულებს რეჟიმის უკანონო დავალებას და გადმოვა ხალხის მხარეს. პანიკურად არის დაკავებული, საქმეც კი არ შეუკერეს, პირდაპირ მიადეს, შეკერვაც არ ქვია ამას. კატასტროფული, ისტერიული შიში აქვს 4 ოქტომბრის, იმიტომ რომ 4 ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს. ლევან ხაბეიშვილი იყო ამის უბრალოდ მთავარი გამჟღერებელი, მთავარი მომწოდებელი, მთავარი შემომძახებელი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ამ სამმარცხვინო ლაჩრული ქმედებით უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ 4 ოქტომბერს უნდა იყვნენ რუსთაველის გამზირზე. მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რაც შეეხება თვითონ ბრალდების შინაარს, რაც გაჟღერდა, სრულიად აბსურდულია. წარმოიდგინეთ ლევან ხაბეიშვილი როგორც პოლიტიკოსი, მომავალი ხელისუფლების სახელით ბიუჯეტიდან სთავაზობდა ჯილდოს იმ პოლიციელებს, ვინც თავიანთ სამსახურო უფლებამოსილებას შეასრულებდნენ კეთილსინდისიერად, არ დაექვემდებარებოდნენ ზეწოლას, არ იძალებდნენ ხალხს და დააწყობდნენ ფარებს. ამ შემთხვევაში სპირდებოდა ჯილდოს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. სუსში აცხადებენ, რომ ბურჭულაძე დაკავებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სუსის ინფორმაციითვე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით თავისთვის და კიდევ ერთი პირისთვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა მინისტრის ახლო ნათესავის დახმარებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1,333,728 ლარის ქონებრივი ზიანი. მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონებისთვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად 544,000 ევრო შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწისნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. სუსის ინფორმაციითვე შემოსავლის დამალვა შენიღბის მიზნით 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში. ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620,000 ევროთ მიყიდვის შესახებაც. 2025 წლის მარტში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გ ქვემპუნქტით და 322 მუხლით, რაც სასჯელის სახით და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მეთოდებით ჯუანშერ ბურჭულაძემ
განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1,593,212 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია. ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის გექვეპუნქტითა და 322 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. ჰელსინკის კომისიაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დინათ ნიხიდაშვილსა და ჰადსონის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს ლუკ კოფის მოусმინეს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართული ოცნების ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან. მისივე თქმით, პირველად 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია ამერიკასთან პარტნიორობას. ქართული ოცნება საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორებისგან და ამავდროულად სულ უფრო თანხვედრაში ხდება ამერიკის მოწინააღმდეგეებთან. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა ინსტიტუტებს ძირი გამოუთხარა, არჩევნები გააყალბა, განსხვავებული აზრის კრიმინალიზება მოახდინა და ოპოზიციის ლიდერები დააპატიმრა. მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა და უარი თქვა ქართველი ხალხის ნების დაცვაზე, რომელიც მათ არჩევნების დღეს დააფიქსირეს. მმართველი გუნდის მოსაზრებით სალომე ზურაბიშვილმა და თინა ხიდაშვილმა მოსმენაზე ჩასვლით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ამერიკაში გამართული შეხვედრა დასავლურ სამყაროს საქართველოში მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო კარგად დაანახებს. ამერიკის შეერთებული შტატების შემრიგებლური მიდგომა საქართველოს ფაქტობრივ ლიდერობასთან წარსულში ჩავარდა და ვერც ახლა მიაღწევს წარმატებას. დრო აღარ არის ორაზროვნებისათვის, საჭიროა მკაფიო პოლიტიკა საქართველოს მიმართ. რასაც მმართველი რეჟიმი საქართველოში აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიული ღირებულებების ღალატი. ეს არის პირდაპირი უარი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეერთებულ შტატებთან. ამერიკელმა გადასახადების გადამხდელებმა, დიპლომატებმა და სამხედროებმა დიდი ძალისხმევა ჩადეს საქართველოს წარმატებაში. იმის ყურება, როგორ იკარგება ეს ინვესტიცია ანტიდემოკრატიული ქცევის, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მყოფი მოქმედებებისა და მტრული რიტორიკის გამო მიუღებელი უნდა იყოს. ანგარიშვალდებულება აუცილებელია, რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრსა და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს, ისევე როგორც ამერიკელი ხალხი, რომლის მხარდაჭერა ყოველთვის დაფუძნებული იყო თავისუფალი, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოს იმედზე. უმჯობესი იქნებოდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმდენ ყურადღებას გვაქცევდეს, რომ საერთოდ სხვა ხალხი დადიოდეს საქართველოს ამბის მოსაყოლად, იმიტომ რომ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონ სალომეს ზუსტად შეუძლია აქ მომხდარი ამბები ამერიკელებს მიუტანოს ისე, რომ გზაში რაღაც არ დაიკარგოს. აქედან გამომდინარე, მაინც და მაინც კმაყოფილი არ ვარ ზოგადად ამ ყველაფრით და როგორც ვიცით, დანარჩენი სხვა ადამიანების იმედიც არ გამართლდა, რომელიც სხვა შედეგს ელოდა. ჰელსინკის კომისიაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის სამსახურში და ქართულ ხალხთან, ამავდროულად ისიც, რომ არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება ქართულ ოცნებას და ცხადია, ვერ აღდგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, თუ არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და არ ჩაინიშნა დემოკრატიული არჩევნები. ის ყველა გზავნილი, რომელიც ჟღერდებოდა ქართული ოცნების საგარეო კურსთან დაკავშირებით, შესაბამისობაში მოდის დემოკრატიული თავისუფალი ქართული საზოგადოების იმ ნაწილის აზროვნებისგან, რომლებიც თვლიან, რომ ქართული ოცნების საგარეო მიმართულება არსებითად ანგრევს ქვეყნის შესაძლებლობას გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის პასაჟი, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი თავის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით პოზიციონირებს. როდესაც ის თავს აიდენტიფიცირებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ეს ნიშნავს, რომ ის არის საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი და ის ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით შეიძლება ითქვას, რომ ართმევს ადამიანებს თავიანთი კონსტიტუციური უფლებით გათვალისწინებულ შესაძლებლობას მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშვილი, ჩვენ ვიხილით თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეები გუშინ ვაშინგტონში. რაც ძალიან სამწუხაროა, ბუნებრივია, როდესაც ქართველი კარგავს სახეს, როდესაც ქართველი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ბუნებრივია ტრაგიკული მოვლენა, თუმცა ეს არის მათი ტრაგედია.
ეუთოოდირის განცხადების საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის. მათივე თქმით, გვიან ეტაპზე მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის და შესაბამისად ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტის დროს ოდირს არაერთხელ ნიშნავს, რომ დროული მოწვევის მნიშვნელობა სანდო და ყოვლის მომცველი საარჩევნო დაკვირვების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. პარალელურად შვედეთის საგარეო უწყების განცხადებით სამწუხაროა, რომ ეუთოოდირს დროული მიწვევა არ მიუღია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საქართველოს მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შინაარსიანი დაკვირვება. ისინი ხაზს უსვამენ იმას, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის საარჩევნო მთლიანობას. მათივე თქმით, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ რეპრესიები გრძელდება. უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას აღადგინოს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გაარკვია, რომ თავის მოწინააღმდეგეებთან ისეთი დაბნეულობა იყო ქვეყნის შიგნით, რომ არჩევნების შედეგებზე დიდად მღელვარება არ უწევდა, მაშინ გაახსენდა ეუთოოდირის მოწვევა, რაზედაც მე მგონი სრულიად ლოგიკური პასუხი მიიღეს იმ გაგებით, რომ ყველაფერი თუ გააკეთე უკვე არჩევნების გასაფუჭებლად და ბოლოს მეძახირო, მოდი დააკვირდიო, ამის ინტერესი შეიძლება არ ხონდეს. როდესაც ეუთოოდირს ასე რაღაც შენდაკრულზე თხოვე, ხა ჩამოდი და მანამდე ევნები არ ჩამოხვიდე, არ დამენახო, ეგრე არ არის. მაგრამ ამავე დროს ეუთოოდირშიც მე მგონი გააზრებული აქვს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს საერთოდ არ ტარდება და რუსული სპეცოპერაციაა და მათ შორის მნიშვნელობაც ესმით, რომ ეს არის ფორმალური არჩევნები ამ ქვეყანაში, რასაც ივანიშვილი არქმევს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებს. ერთ თვეში სავსებით შესაძლებელია მისიის დაკომპლექტება, ყველა საკითხის გავლა და მისიის განხორციელება. თუმცა მე მესმის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო სერიოზული გამოწვევა ეუთოოდირისთვის. თქვენ გახსოვთ, როგორი შტურმის ობიექტი გახდა თავის დროზე ოდირი, როდესაც მან დადო დასკვნა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ასეთი თავის ატკიება შეიძლება აღარ სურდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება. ოპოზიციაში პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით კვლავ ასრთა სხვადასხვაობა. არჩევნებში მონაწილეობს პარტია გირჩი, რომელმაც დედაქალაქის მერობის კანდიდატად იაგო ხვიჩი აწარადგინა. გაერთიანებული ძალებით მონაწილეობენ არჩევნებში პარტიები გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველოსთვის. თბილისის მერობის მათი კანდიდატი ირაკლი კუპრაძეა. პარალელურად ოპოზიციის ნაწილი კვლავ ბოიკოტში რჩება. ნაციონალურ მოძრაობაში 4 ოქტომბრის არჩევნებს სპეცოპერაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ წინასწარ წაგებულ თამაშის შესვლას არ აპირებენ. არჩევნების მიმართ პოზიტიური მოლოდინი მაქვს იმ გაგებით, რომ ქართველ ხალხს აქვს კარგი შესაძლებლობა სწორი არჩევანი გააკეთოს. ბევრი პარტიაც არ უბნებს თავს ამ არჩევნებზე და ბევრი კანდიდატებიც არ ყავს მაინც და მაინც. ამიტომ მე მგონი ახლა ბევრად უფრო მარტივია მიხვდე რა არის სწორი არჩევანი და გააფერადო სწორედ ის ნომერი, რომელიც საჭიროა. ამას არჩევნებსაც არ ვეძახი. დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი ვარ ამ ხალხის ბრძოლის ღალატის. საკუთარ თავზე თვითონ ინერვიულობ, ჩვენ სხვა რაღაცაზე ვართ ფოკუსირებული. ამ ივანიშვილის თამაშებში შესვლა მე მგონია, რომ საკმარისად მეტი ზიანი მიაყენა ამ ხალხს. პრაქტიკულად ესენი არ არის პარტიები, ხო? ესენი არიან გარედან დაფინანსებული რაღაცა რადიკალური დაჯგუფებები. პარტიებიც კი არ არიან, მთელი ქვეყნის მასშტაბის სტრუქტურებიც კი არ აქვს. აქედან გამომდინარე არავის უყურს ის, რომ მერობის ერთი კაცი ვერ შეარჩიეს. წარმოიდგინეთ, არის 28 ვარსდები მუნიციპალიტეტი, სადაც ერთი კაციც კი ვერ შეარჩია ორმა პარტიამ ერთად. ესენი არ არიან პარტიები, ესენი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები, აგენტურული დაჯგუფებები. ამერიკაში ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანელის ძებნა გრძელდება. იუტას შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისრის ბო მეისონის განცხადებით, კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანელი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია. მისი თქმით, სავარაუდო ეჭვმიტანელი მარტო მოქმედებდა და გასროლა უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან განხორციელდა. იუტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, მომხდარის შემდეგ პოლიციამ 2 ეჭვმიტანელი დააკავა, თუმცა დაკითხვის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს. Turning Point USA-ის დამფუძნებელი კონსერვატორი აქტივისტი ჩარლი კირკი იუტას ველის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე სროლის შედეგად გარდაიცვალა.
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს ალ-ქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 საომგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან 2 თვითმფრინავი ნიუ-იორკში, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში, პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების სერიას ამერიკაში 2977 ადამიანი ემსხვერპლა. საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებით 2001 წლის 11 სექტემბერი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, რომელმაც თითქმის 3000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და სამუდამოდ შეცვალა ამერიკა. უწყების განცხადებითვე ყოველ წელს ამერიკა პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას და 11 სექტემბერს როგორც ეროვნული სამსახურისა და ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამერიკის კონგრესმა 2026 წლის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. წარმომადგენელთა პალატამ 892.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ხარჯების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდასთან ერთად სხვადასხვა რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, კერძოდ ტრანსგენდერ პირებთან დაკავშირებით. ამასთან წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტი 231 ხმით 196-ის წინააღმდეგ მიიღო. კონგრესმენებმა უკრაინისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წევრის შესწორებას მხარი არ დაუჭირეს. შესწორების წინააღმდეგ ხმა 372 კონგრესმენმა მისცა.